მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ფილმის ანსამბლ ლილეს მოგზაურობა ისრაელში პრეზენტაცია გაიმართა. ანსამბლი ლილე ისრაელში გასტროლებზე იმყოფებოდა, სადაც პატრიარქი შეხვდა და ქართველ ებრაელებთან ერთად კონცერტიც გამართა. დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გვაქვს ფილმის პრეზენტაცია. ფილმის სახელწოდება გახლავთ საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ ლილეს მოგზაურობა წმინდა მიწაზე. მოგეხსენებათ, ეს ახალგაზრდები არიან სმენადაქვეითებული, არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, დიდი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანები. გაიმარჯვეს ესპანეთში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე და მოიპოვეს გრან-პრი. თბილისის მერიამ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა მათ მხარი დაუჭირეს, რომ ემოგზაუროთ წმინდა მიწაზე. ყრუთა კავშირთან არსებული ანსამბლი ლილე გახდათ ისრაელის ტურიზმის სამინისტროს მოწვევით ისრაელში, სადაც შედგა რამდენიმე საინტერესო კონცერტი ისრაელის ყრუთა საზოგადოებისთვის, ჩვენი ქართული თემის წარმომადგენლებისთვის ქალაქ აშდოდში, სადაც ჩვენ გვიმასპინძლა ვიცე-მერმა აშდოდის ბატონმა მოშე ბოთერაშვილმა. საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებული ცეკვის ანსამბლი ლილე მაყურებელმა ნიჭიერი სცენიდან გაიცნო და შეიყვარა. გასულ წელს კი ესპანეთიდან გრან-პრით დაბრუნდა. ჩემთვის ეს პროექტი ორმაგი მნიშვნელობისაა. ჯერ ერთი შეზღუდული შეძლებლობის ბავშვები არიან და ჩავიდნენ ახმურ მიწაზე, დაათვალიერეს იერუსალიმი, გამართეს ერთობლივი კონცერტი. მე ულოცავ ამ ორგანიზაციას, ამ დიდებულ გადადგმულ ნაბიჯს და ყველა იმ ხელმძღვანელს, ვინც ეს პროექტი თავიდან ბოლომდე შექმნა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი კარგად ჩატარდა. მოხარული ვარ, რომ ამაზე გადაიღეს გადასარევი ფილმი და ამ ბავშვებს მინდა უსურვო დიდი წარმატება თავის საქმიანობაში და მინდა კიდევ უსურვო, რომ იმედი გქონდეთ, რომ სიცოცხლე მშვენიერია.